საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა ანალიზი გავაკეთო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლითაც ახლა დაბინძურებული არის მთლიანად ქართული ეგრეთ წოდებული მედია სივრცე და სადაც სპეციალურად ხდება ტირაჟირება და ეს სუსის მოფიქრებული ესა რა ქვია ნომრები, საკონცერტო ნომრები, რომლებიც არის შემოთავაზებული საზოგადოებისთვის რა მიზანს ემსახურება. მოკლედ ამათმა ძალიან კარგად მიხვდნენ კოცებმა, რომ ძალიან სერიოზულად ცუდი განცდა ძიმე განცდა არის და ასეც უნდა იყოს და უფრო უარესათაც უნდა იყოს არის ქართულ საზოგადოებაში არაბიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ტრადიციულად მათი ხერხები როგორიც არის ჯერ თემის გაბანძება დააბრალო ხალხს, რომ თურმე ისინი ნაცები არიან, ვინც ასე ფიქრობენ. თუ ეს არ უშველის, მერე რაღაცა ახალი თემა შემოაგდო, რომელიც უცებ გადაატანიებს ყურადღებას რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციებთან დაკავშირებით. ან მესამე ვარიანტი რაღაც კომპრომისული ფორმის მოფიქრება, დეტალურად აგიხსნით რაზე მაქვს ლაპარაკი, კომპრომისული ფორმის მოფიქრება, რომელი კომპრომისული ფორმითაც ვითომ რაღაცა კოსმეტიკური ცვლილებები გაკეთდება, ის რაც იგეგმება იმასთან დაკავშირებით, არსი იგივე დარჩება, საქმე იგივე გაკეთდება. და ზუსტად აი ამ ტაქტიკით მოქმედებს და ამ პერიოდში უკვე მუშაობა ამ განწყობების გასანელებლად ეს არის ახლა მომენტისთვის სუსის უმთავრესი ივანიშვილის და მის დაქვემდებარებული ლეკვის ნაძირალა ვირთხა დინარაძის სუსის სამუშაო მიზანი. ამიტომ დავიწყოთ პირველი იქედან, რომ ჯერ ერთი აი დღეს გამოაგორეს თემა, რომ თურმე პროკურატურამ სუსმა და ამან ერთობლივად ჩაატარეს გამოძიება, დიდი გამოძიება ამ ყველაფერს ჭირდებოდა, რომ თურმე სააკაშვილი, გვარამია და ეს მთელი სანაგვე, რომელიც ამათი უსაყვარლესი სპარინგ პარტნიორები არიან და მათ საქმეს ასრულებენ, თურმე ესენი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ახალი ამაში არაფერი არ არის. ერთი 10-ჯერ აღიძრა მე მგონი სუსში საქმე თავის დროზე იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალება იგეგმებოდა. არსებობდა ჩვეულებრივი მტკიცებულებები, შეეძლოთ თავშივე გაეკეთებიათ. მე მინდა გითხრათ, რომ აი იმ რუსულ კანონებთან დაკავშირებით, იმ 150 პოლიციელით დაზარალებულთან, იმ გრევასთან, იმ არეულობასთან, რაც ხდებოდა და რაც ჩაიდინეს შიგ უკნიდან განათლებულმა ევროპელებმა, თანაბარი არის წვლილი ხელისუფლების რეჟიმის, რადგან ხელისუფლების და უშიშროების მთავარი დავალება არის ყოველგვარი საფრთხეების არიდება. ამათ შეეძლოთ თავიდანვე სახელებით, გვარებით ყველა იცოდნენ, აღეკვეთათ, რასად იყო, როგორ იყო, მაგრამ არა სპეციალურად მიუშვეს ეს ყველაფერი, მისცეს საშუალება, რომ ამათ ჩაედინათ ეს, რაც ჩაიდინეს, რომ მერე ასე პოლიტიკურ თემად ქონოდათ და სამართლებრივი საკითხებით ასე ამოეტივტივებიათ. ამიტომ ეს ერთი მთავარი სახელმწიფოებრივი დანაშაული არის, რომ მათ, როგორც სახელმწიფო სისტემამ, რასაც საკუთარ თავს უწოდებენ, რითი ვალდებულებაც არის საფრთხეების პრევენცია, ხელი არ გაატოკეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, ეს უბედურება არ მომხდარიყო და იმ მომიტინგეების ბრალი ხო არის ეს ყველაფერი და ამათი ბრალიც არის იმ პოლიციელების და იმ ზარალის და იმ უბედურების, რაც ხდებოდა. ეს არის ასე. მასწავლის ამათ სტრატეგიას და ტაქტიკას, როგორ მოქმედებენ საკუთარი ერის და ხალხის წინააღმდეგ. ეს დაადგეს ახლა, მიუშვეს ეს ყველაფერი, აჩვენეს ხალხს, რომ თურმე დედა გადატრიალებას აპირებდნენ, ამით უახერხეს და აი ეს კანონები, რომელიც პროტესტის რა მნიშვნელობა კანონი ნაცდაქოც არ ითვალისწინებს ნებისმიერ პროტესტანტს, ვინც პროტესტს გამოხატავს ხელისუფლების მიმართ და როგორ მოახერხონ მათი განეიტრალება, ეს კანონები მიიღეს, ისედაც მკაცრი და მძაფრი არის საქართველოში და კიდევ უფრო
და ახლა ხალხს ეუბნებიან, კაცო, ამათ დამხობა უნდათ, გადატრიალება უნდათო და სინამდვილეში ეგრე საქართველო არის გაყიდული და ხალხი არის ნამდვილად კბილებალისილი ამ თემასთან დაკავშირებით და გამოაგორეს ახლა ეს თემა და ეს რო ხელოვნური არის და ეს რო ბლეფი და ტყუილი არის თვითონ პროკურატურის ქმედებიდან ჩანს პროკურატურა ეს არის სახელმწიფო ბრალმდებელი რომელიც არ უნდა ფიქრობდეს ვიღაცის რაღაცეების შემსუბუქებაზე მოკლედ და როდესაც დააკვირდით ახლა პროკურატურა ახლა ისე იქცევა როგორც ადვოკატი იქცეოდეს ახლა დააკვირდით გამოუტანეს ხალხს ვინც არიან დაჭერილები რომ ისინი მონაწილეობდნენ გადატრიალებაში და უბედურებაში ეს ერთი მეორე ეს ხალხი არის ციხეში დაჭერილი არიან და ციხეში იხდიან სასჯელს და ამიტომ ჩვენო ახლა დაჭერილ ხალხს კიდე ზედმეტად ხო არ დავიჭერთო საქმეების მსვლელობას უნდა გავყვეთო და ის ადამიანებიო კიდეო რომლებიცო გარეთ არიანო გულისხმობ მევახშეს და მის ძმაკაც ჯაფარიძეს ხაზარაძე ჯაფარიძეს ჩვენო იმათ მიმართებაშიო შემოვიფარგლებითო იმითიო რა ქვია გირაოს საკითხითო წარმოგიდგენიათ ხალხი ქვეყნის დაქცევას აპირებდა ამდენი ზარალი აქვს ქვეყნისთვის მიყენებული გადატრიალებას, დამხობას, უბედურებას, ხელთა აქვს ყველანაირი მტკიცებულები და იფარგლებიან მხოლოდ და მხოლოდ გირაოდ. როგორი გულმოწყალე პროკურატურა არის წარმოგიდგენიათ და ის ვინც არის დაჭერილი ახლა იმათ მეორედ ხო არ დავიჭერთ. ამიტომ ეს არის ყველანაირად ბლეფი ამ ხაზარაძე ჯაფარიძის მიმართებაში საერთოდ სამართალი სასწაულად მუშაობს რა. ახლა გაასამართლებენ, მიუსჯიან და ეს სასჯელი გავა ისე რომ ციხეში ერთი დღე არ მოუწევთ ჯდომა. მერე მოუწევთ ჩაჯდომა და მერე გაურიგდებიან რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გამოუშვებენ გარეთ და მერე პროკურატურა რო წაუყენებს ბრალს, მერე თურმე არაფერ შვაში არ ახარ კაცო მოიცენ უგეშინი არ და ესა პოლიტიკური სამართალი, ესა შერჩევითი სამართალი, რომელიც საერთოდ კოცებს ახასიათებთ, რომელთა სისხლშიც არის ეს ყველაფერი, სამართალ წარმოება იყოს ისე როგორც მათ დაჭირდებათ. და ეს ერთი. ახლა რაც შეეხება მეორე ამბავს, ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ადამიანებზე, რომელი ადამიანებიც ამ თემას განსაკუთრებით აგორებდნენ. გუშინ ვიღაცა მიწერდა კომენტარებში, მე გადავხედე, არ ვიცი, უსახელო, უგვარო, უფოტო, იმას გასაგებია საიდანაც შემოდიოდა, გულისხმობ მომხდარ ამბავს მანჩო გიორგობიანთან დაკავშირებით და იმ ხუთი ბიჭის დაკავებას, მათ შორის ერთი ჩარკვიანის ბიჭი ყოფილა, თაკო ჩარკვიანის ძმიშვილი. ხალხო, ესეც ბრწყინვალე თემა არის გადასატანად. ახლა მანჩო გიორგობიანს რაც შეეხება, მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს, მქონია მასთან შეხება. და შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა, ვინც მოწონს, ვინც არ მოწონს და რანაირად ეს სხვა საკითხი არის. ახლა ვიღაცას მოეწონა, ვისაც ვერავინ ვერ დაუკარგავს მაგ ქალს იმას, რომ ის არის ძალიან ვაშკაცური ტიპის მანდილოსანი, რომელიც მოკიდებს იარაღს ხელს და წამოვა სიმართლისთვის იარაღით საბრძოლველად. რა მდგომარეობაში არის მანჩო გიორგობიანი და რა უბედურება დაემართა ამ საცოდავ ადამიანს ერთადერთი შვილი, ერთადერთი ბიჭი, რომელიც აქ რამოდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ბიჭი გარდაეცვალა და როგორ მდგომარეობაში არის საერთოდ ეს ქალი და როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს მას შვილის სიკვდილის მერე საერთოდ ვინმეს თუ უფიქრებია. აი ესენი ამ ხალხზე მაქვს ლაპარაკი დღეს რო ეს არის აგდებული მათ სასაცილოდ და ჰიჰიჰაჰად და განსაკუთრებით მინდა გამოვა ადრე თუ გვიან მანჩო გიორგობიანი და თვითონ გადახედავს ყველაფერს და აი იმ ხალხს აი მანჩო თავს რო დებდი მაგ კოცბანდისთვის და მაგათი გაპრავებისთვის და გათეთრებისთვის ჩვენ ბოლოს კონფლიქტი მაგის გამო მოგვივიდა ერთმანეთში რომ მიუხედავად იმისა რაც ხდებოდა მაგ კონფლიქტს ვერ დავარქმევ უბრალოდ ისა წენა მოგვივიდა ერთმანეთში რომ რასაც ესენი აკეთებდნენ და რაც ჩემს მიმართ გააკეთეს, ხმა არ ამოუღიათ და
ანუ მაინც მერე რა მოხდა გაატარეს და აი ყველას ჭიშკართან დაიჩოქებს ადრე თუ გვიან ის კუზიანი აკლემი და ელემენტარულს გეუბნებით რა ამ ხალხს გირაო ქვეყნის დამაქცევრებს ამ ხალხს თურმე არაფერი და აგერ მანჩო გიორგობიანს 9 წლიანი მუხლი წაუყენეს 9 წლიანი მუხლი რომელიც მართლა თავგადადებული აკლავდა თავს ამათ მხარდაჭერას და ასე შემდეგ და საინტერესო რა არის ისეთ საინტერესო არის აი ქოცების ფენომენი უნდა ნახოთ აი ეს მანდილოსანი მე ხო განსაკუთრებით მიყვარს ეს ქოცი მანდილოსანი დააკვირდით რეებს წერენ როგორ დაცინიან როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მთელი საკოცეთი ახლა ამტყდარია და დასეულია მანჩო გიორგობიანს ადამიანს რომელიც თავგამოდებით იცავდა ქოცებს ყველაფერში აი ამ ვირთხა ადამიანებს დააკვირდით და 9 წელიწადი ქალს რა დააშავა ამ ქალმა კითხვას სვამ ვის მოეწონა ვის არ მოეწონა ისა გამწარებული დედა რომლის მდგომარეობა საერთოდ როგორი მდგომარეობა აქვს ერთადერთი შვილი რომ მოუკვდება ადამიანს როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს ქვას რო არის სვრის არ გიკვირთ ჯერ რა მოხდა იქ თავში რის გამო დაიწყო ის კონფლიქტი კაცი შვილმა არ იცის და არცად არ დაუწერიათ და არ ვიცი რა რჯულის ხალხი იყვნენ იქ როდესაც ეუბნებოდა წადი ჩემი ქვეყნიდან რა ვიცი შეიძლება ვინც სხვა რჯულის ხალხი იყვნენ ამათ დასაქმებული და მოხდა არ ვიცი მე იქ რა მოხდა ნახდათ არ ვიცი და მე რა გამწარებულმა დედამ ადგა და დაურეკა მისი გარდაცვლილი შვილის მეგობრებს არ დარეკა იმ პოლიციაში და არ დარეკა იმ ციხეში არა ეს ხალია მენტალიტეტის ადამიანი რომ ვიღაცა დააჭერიოს ვიღაცა გასროკოს და მოვიდნენ მისი შვილის გარდაცვლილი შვილის მეგობრები და მათი გარდაცვლილი ძმაკაცის დედის გულისთვის იჩხუბეს ვინ შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეეხო რა გაგიკვირდათ საქართველოში ეს რა გაგიკვირდათ საქართველოში რომელიმე თქვენი ძმაკაცის და მით უფრო გარდაცვლილი დედის მიმართ შეურაცხყოფა და ხელი შეხება რომ მოახდინოს თქვენ რასიზმად ფეხი ფეხზე გადადახმარება გთხოვოთ ადამიანი დღეს როცა და ქვეყანა არის გამოვარდნილი და კივილწივილი რო არის და ამ ქალს დაცინიან და ამ ქალს შეურაცხყოფას აყენებთ თქვენ ხო საერთოდ არა ადამიანები ხართ თქვენ ხო არა ადამიანები ხართ რა კოცებზე მაქვს ლაპარაკი რომელიც გადაყოლილი იყო თქვენს და ნარკოტიკით გარდაეცვალა შვილი და ამ ბარიგებზე და ამ იმგენზე ქონდა ამ ადამიანს აკრებილი ცალკე საკითხი არის იქ რაც მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით და ასე შემდეგ რაც პოსტი დაიწერა რაც წაიშალა ეს კიდე ცალკე თემა არის იმიტომ რომ იქ რეები ხდება ცალკე საკითხავი არის კიდე რა საკოცეთში იმ წუთში გაწირეს და 9 წლიან მუხლზე გაუშვეს ის კიდე არავინ არ იცის იქ სახლში იყო ის იარაღები როა მოიღეს არ იყო ტყვია წამალი იყო მაგრამ ხალხს სალაპარაკოდ ეყოფა მით უმეტეს ამ რთულ მომენტში იდეალური არის ახლა მთელი თბილისი ჭორაობს ამ თემებს ვისახსოვს ახლა არაბებზე გასაყიდი მიწა და რაღაცა ეს ჭორაობენ ყველა აგერ მანჩო გიორგობიანის ირგვლივ რა ვიცი საჭორაო არაკლია მაგ ადამიანს აქეთ-იქეთ ახლა რა ვიცი მისი ხასიათიდან გამომდინარე რომ ბიჭო ამ ქოცებს რა მინდათ იცი გითხრათ ეგ მანჩო გიორგობიანი იყო ხელდახელ ქალი ბიჭო ხელდახელ რო ეჭყუბებოდა ნიკა მელიას და სხვა ნაცებს პირწავარდნილ ნაცებს რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე თქვენ რო ტრაქში იყავით შემძრალი ახლა რო პირი გაქვთ მოღებული ნინოიან ნაბოზარი ჯღარკავას თამადობით და იქ რაც კომენტარები წერია დედა მოტყნული ხალხი ქოცების სულ ყველათი ეს თემის გადასაფარათაა ეს ყველაფერი თემის გადასაფარად ამ ნაბოზურებს კიდე რა უნდა ელაპარაკო ბიჭო ამათ რა უნდა ელაპარაკო ამ შიგუკნიდან განათლებული ნებისმიერი ქალი ყოფილიყო ნუ ტრანსგენდერი და პედერასტი თუ იქნებოდა თლა გადასარევი იქნებოდა ნებისმიერი ქალი ყოფილიყო ოღონდ მანჩო გიორგობიანი არ ყოფილიყო ქალზე ძალადობა მოხდა და ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს და ქალმა თავი დაიცვა და ატყდებოდა ეს მთელი ფუჩუ კუტუ ორგანიზაციების ეს შვალი მთელი ურდო რო გამოვარდებოდა მიმიქარვა იქნებოდა ნელიკუნა დოროყაშვილები და მთელი ეს საბოზეთები რომლებიც არის იმასკენ რომ ქალს შეეხენო
ხო და როცა გამოვა ადრე თუ გვიან ეს ადამიანი გარეთ, ჩემი ადამიანური რჩევა იქნება, რომ კარგად გადახედოს აი იმ ნაგავ ხალხს, ვისი გულისთვისაც თავს დებდა, ვისი გულისთვისაც თავს იკლავდა, აი იმ ქოცების გულისთვის, რომ თურმე ქვეყანასო არ დააქცევენ. შვილი ყავს, მკვდარი ჩემო ძმაო, არ ვიცი ახლა ზუსტად 22-23 წლის ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი. ამერიკაში გარდაიცვალა, არ იყო მომხმარებელი, უბრალოდ ვიღაცამ რაღაცა ახ როგორც ხდება, ხო იცი დამწყებებში ნარკოტიკი გაასინჯეს თუ გაუკეთეს და გარდაცვლილი ნახეს იქ. ამწარებული ადამიანი არის ძმაო და ჯერ როგორ მდგომარეობაშია საკითხავია და შვილმკვდარ დედას გამწარებულ ქალს ესენი დაცინიან და იმას ამბობენ რომ რას ქვია მისი შვილის ძმაკაცებმა მისი გარდაცვლილი ძმაკაცის დედის შეურაცხყოფის გამო ხელი აწიეს. პატარულში როგორ არ დაარეკა, როგორ არ გაბოზდა იმ წუთში, ხო? ესეც თემის გადასაფარად. ამიტომ საჭურაოდ კაი თემა. ახლა გადავიდეთ კიდე ერთ საკითხთან დაკავშირებით. აი ამათი ტაქტიკა, აი ეს ეგრეთ წოდებული პოზიტივია. პოზიტივი, რომელიც არ ვიცი სიმართლე გითხრათ, აი მე არ ვიცი ამ რამიშვილს რა უწოდო, აი ბიჭო, თლათ რო კაცები გაწყდნენ სოფლიოში, ნორმალური ქალი ამას კაც არასდროს არ დაუძახებს. ამ მართლა პედოფილ ნაბოზვარ ჩათლახ უნიტას განავალ ადამიანს რა. აი დააკვირდით კამპანიას, გეუბნებოდით მე თქვენ, თურმე ალტინფო და ლელო აპროტესტებს მარგინალურად, თურმე ამ 5 მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ. ანუ ახლა ლელოელები და ალტინფოელები უყოფილვართ ეს. რა მინდა იცი ვთქვა? აი პირადად მინდა მიუმართო ბატონ შალვა რამიშვილს. რამდენი ქართველიც აი ამ საქართველოს არაბიზაციას და გასხვისებას აპროტესტებს და რამდენ ქართველსაც გული ეწვის. ყველა მამაკაცმა შესცეს შენ წილ კაბიანებს და შენ დედა შევეცი მე. შენ კაცი არ იყო და შენ საერთოდ ადამიანი არ იყო და ვინც შენზე კაცი იტყვის კიდე იმის დედა შევეცი მე. აი ამის ღირსი ხარ და ასეთი ლაპარაკის ღირსი ხარ, რა. ანუ ჩვენ ეს ყველა ადამიანები თურმე ვისაც გული შეკივა თურმე სამშობლოს არაბიზაცია არ მოხდეს, ჩვენ ყველა ესენი ყოფილვართ და ეკონომიკურ წინსვლას. აი ესეთი ის აქვს. ეხლა კიდე არის ერთი საინტერესო მომენტი. ერთი საინტერესო მომენტი არის ის, რომ ერთი კიდე ხრიკი აქვს, უშიშროებას აქვს ესეთი ხრიკი. ძალიან კარგად ვიცი ამათი კი ძმაო ფსკერია ზურა ფსკერი. ძალიან კარგად ვიცი ამათი სტრატეგია და ამათი ტაქტიკა და ამათი მოქმედების ამათი ხელწერა. ახლა დაწყებული აქვს ამ თავარი აქ პრობლემა რა არის, იცით? აი ეს უზარმაზარი ფული, რომელიც უნდა მოღუნონ და ჩაიდონ ამათმა ჯიბეში, რამენაირად საქართველოს სამშობლოს გაყიდვის ფასად, ასე ძვირად შეიძლება არც გაუყიდიათ აქამდე ქართული მიწები, ახლა რასაც ყიდიან, მიტო არიან ასე გავეშებულები. ასეთი სტრატეგია აქვს შემუშავებული. და მინდა გითხრათ პირდაპირ გეტყვით ვინ? მამალაძე გამოხდა, მე რა რომ მამალაძესთან შეიძლება ზოგიერთი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი შეიძლება ამ ადამიანთან მეგობრობის. რა მე ამით რა სამშობლოსთვის რა და საქმისთვის რა იცვლება და რაში მაინტერესებს. საერთოდ არ მაინტერესებს. გამოვიდა მამალაძე და ამბობს იმას, რომ ეს რა ამბებიო აგვიტეხესო ხალხო, ეს რა ამბებიო, რა ქარავნები მოდისო, ბედუინებიო, შემოდისო თუ რა შემოდისო თუ ასე შემოდისო. ახლა წმინდანი არც მამდე ყოფილა მამალაძე და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაგკაცის მიმართ ბევრი არასწორი და ცილისწამება და ტალახის სროლა ყოფილა, სიმართლე მინდა გითხრათ, ეს სააკაშვილის პერიოდში, მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ
მე მაგის სოფელში ჩემი კურსელები ძმაკაცები ცხოვრობდნენ და იმ დროიდან ვიცი კაცო ნამყოფიცა ვარ და ისიც ვიცი რომ სოფელს და იმას ყველას ეხმარებოდა და გვერდში ედგა კიდეც ხო და თვითონ სოფლის ხალხი კაი კაცად იხსენიებდნენ რომ სოფლის და ხალხის გვერდში დგომა არ შეშლია მაგრამ ხა არც მანამდე ყოფილა ანგელოზი და ფრთიანი ანგელოზი მიუხედავად იმისა, რომ ნაცების სასამართლოს და იმას პერიენდო და არც ახლა. და რო გამოდიხარ და ესა რა ქვია, რო იძახ პატიცემულო. რო თან ესეთ ცინიკურ ფორმატში რო ეს რა ამბავი აქვს თურმე ხალხს ატეხა, აბა რა ამბავი უნდა გქონდეთ ატეხილი. რა ამბავი უნდა გქონდეთ? შემშობლიურ სოფელ ხევში. შემსოფლიურ სოფელ ხევში, ჩოხატაურის რაიონში. გვერდით რო დაგისახლონ 70,000 არაბი, რა ხასიათს დადგები? რა ხასიათს დადგები და შენი სოფლელები რას გეტყვიან? იმ ბუღარა მამალაძის ძეგლთან შეიძლება ჩამოგახჭონ, რომლის ძეგლიც აქვს იქ დადგმული. ეკლესიის გვერდით იქეთ. და გამოდის ახლა და ისა რა ქვია, ანუ ეს უშიშროების ტაქტიკა არის, თავისი, რა ვიცი, გავლენის ირიბის ასეთ მოლაპარაკე ადამიანებს ალაპარაკებენ, რომ მოდი ხალხო რა ვქნათ, იცი? ეს კი არ მოვითხოვოთ ინვესტიციის შემოსვლა, არ შემოსვლა და მსგავსი რაღაცეები ქვეყანაში. ეს კი არ მოვითხოვოთ. რა მოვითხოვოთ, იცით? მოდი კანონმდებლობა შევცვალოთ. რომ 5% ჩამოსახლდეს და 90% ქართველი მუშაობდეს. ვის აბოლებთ ბიჭო ამ ნაბოზრული სტრატეგიით და ამ ნაბოზრული ტაქტიკით? თუ ასე ძალიან გინდოდათ ბიზიარა მეზე ფიქრობდით მაგაზე, ეს ცალკე საკითხავი არის. ეს ცალკე საკითხავია. რომ ამდენი ხანი, ახლა ბიზნესთან და კოცებთან შე როგორ კავშირები და ურთიერთობა ისე უნდა. ვერ მიაწვდი ნეხმა? ან ინიციატივით ვერ შეხვედი პარლამენტში თავის დროზე? ეს პირველ ჩამოსახლებაზე შენ არ ახარ თანახმა. კარგად მახსოვს სირიელი და სხვა რჯულის ხალხი, რომლებიც ამის წინებზე რო იყო ერთი ამბავი ატეხილი, ქრისტიანები არიანო და ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამო მივიღოთო ქრისტიანის სირიელებიო. რამდენი ქრისტიანი იყო იქ ერთი საკითხავია და მერე და მეორე რაღაცა ძალიან თბილად და ტკბილად ახარ ამ თათრებთან და არაბებთან და ამათგან გასაგებია რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი იყავი და ბევრი სუიაზები გაქვს იქ და შენს რაღაცას ეთყობა ელოდები, მაგრამ რას ბოდიალობ ერთი? რას ბოდიალობ? მართლა მაინტერესებს. რატო აყენებ იმ ხალხს შეურაცხყოფას, რომელსაც სამართლიანი პროტესტი აქვს და ეს სამართლიანი პროტესტი იზრდება ყოველდღიურად. გაიზრდება კიდე. და ამ სამართლიანმა პროტესტმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, ეს მოღალატე, ეს ჩათალახი, ეს ოჭოპინტრე. მთელი ეს დამპალი სისტემა უნდა დაასრულოს. თავის სანაჩქოცეთიანად. ესენი ხალხო თქვენ ბევრი გონიათ, ესენი არიან ერის 1%-იც არ არიან. ეს არის სადღაც 0.5% ნაგავი, რომელიც აზის ამ ქვეყანას თავზე და ჭამს. ჩვეულებრივი აპარტეიდია საქართველოში. ეს სისტემის კლანი. რომელიც სისტემასაც ყავს თავისი ელიტები, რომელსაც ყავს თავისი საკადრო პოლიტიკა და დასვამენ ყველა ზოგსა და სისტემის სასარგებლოდ ამართიებენ და ანგრევენ და აქცევებენ ქვეყანას. ეს სისტემა უნდა დაინგრეს. ეს დამპალი სისტემა, რომელიც შევარდნაძიდან მოყოლებული არსებობს. ვინ უნდა ჩათვალოს რამიშვილმა, ნაგავმა, ვინ უნდა ჩათვალოს ადამიანად. რამიშვილი, ნაგავი დედამოწყვნისთვის მთავარი არის ფული. ფული კონდეს. და იყოს დაუსჯელი. საერთოდ ვერ ვიტან იმ გოგოს. საერთოდ ატანა არა მაქვს იმ გოგოსი, მაგასთან რომ სამართლებრივი დავა ქონდა. მაგრამ კაცი რო ჩერერთი 25 წლით მეტი უმცროს გოგოს სამსახურში მიღების გამო ჩალიჯს დაუწყებს და მამაშვილურად მოგეფერებიო. აი მამაშვილურად მოგიტყან გამზდელი რამიშვილო რა.
და შენზე კაის თქველის დედა შევეცი კიდე ყველასას. შე არაკაცო მათხოვარ. დამპალი ციხეში უნდა იგდოს აქ დიდი ხნის წინ. აი ამაში არის მთელი უბედურება. ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, კიდე ერთხელ დღეს უბრალოდ შევიკავებ მაინც თავს, იმიტომ რომ ჯობია ხვალ იყოს ჩვენი გაერთიანება ამზადებს საერთო განცხადებას, რომელიც განცხადებაც იქნება ამ საკითხებთან დაკავშირებით. არა მარტო განცხადება იქნება გეგმა კონკრეტული, შეთავაზებული, მუშავდება ეხლა ეს ყველაფერი და ხვალისთვის იქნება განცხადება გაკეთებული. ამ საკითხთან დაკავშირებით. და მინდა უთხრა ყველას. გამოდით, ხო იცით, რო კითხო ახლა, რო გააჩერო, ხო ეს ხალხი ნებისმიერი რო გააჩერო, გეტყვიან იმას, რომ სამშობლოს ირგვლივ გავერთიანდეთ, ამის ირგვლივ გავერთიანდეთ, იმის ირგვლივ გავერთიანდეთ, მოდი ყველამ გადავდოთ პოლიტიკური ეგოიზმი. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე პოლიტიკური პარტია არ მაქვს, მე ჩემო კარგებო არ ვაპირებ ესა რა ქვია არჩევნებში მონაწილეობას და არც პოლიტიკური ამბიციები მაწუხებს. არა მაქვს მე მსგავსი, ამიტომ მე ტყილან უდამაბრალებთ ესა რა ქვია პოლიტიკური ქულების რაღაც დაწერას და ასე შემდეგ. არ მაინტერესებს მე ეს და არა მაქვს სურვილი. არც არჩევნებში მონაწილეობს და არც პარტიის წევრი ვარ. პარტიის წევრები ვინც ახართ, აი მათ გეხებათ. თქვენ ყველამ ვისთვისაც რო კითხო სამშობლო არის ძვირფასი. აი თქვენ გადადევით, ყველამ გადადევით პოლიტიკური ამბიციები, პოლიტიკური ეგოიზმი და თუ თქვენ არ იქნებით გაქვთ პრეტენზია რომ დამოუკიდებლები ხართ. და ხო გაქვთ პრეტენზია რომ თურმე თქვენ ის ხალხი ხართ რომლებმაც მომავალში ეროვნული საქართველო უნდა მართოთ. ხო და გთავაზობთ ისეთ რამეს რაშიც წესით და რიგით და მას ხვალ ვილაპარაკებ ამ საკითხთან დაკავშირებით წესით და რიგით ასეთი შეთავაზებაზე უარის თქმა არ შეიძლება. თუმცა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. და თუ თქვენთვის სამშობლო ძვირფასია და არა თქვენი პარტია. არა თქვენი პარტია. ხო და პარტია იქნება თუ უპარტიო ხალხი იქნება თუ ეს იქნება თუ ის იქნება. ყველამ ერთობლივად სამშობლოს გადარჩენისთვის, სამშობლოს საკეთილდღეოდ მივიღოთ მონაწილეობა ამ დიდ ბრძოლაში, რომელი ბრძოლაც კიდე ერთხელ გეუბნებით, ან დაასრულებს საქართველოს, დაასრულებს ჩვენ ერს, ან და ჩვენ დავასრულებთ ამ სისტემას. სხვა გამოსავალი აქ არ იქნება. აქ იქნება 1000 თაფლა კვერი. აქ იქნება 1000 შეთავაზებები, აქ იქნება 1000 ჩირქის მოცხება, აქ იქნება უსინდისოდ, უნამუსოდ ადამიანების დაჭერა. ბრძოლა არასდროს ყოფილა იოლი. და ბრძოლა არასდროს არ არის მით უმეტეს სამშობლოსთვის საქართველოში, რისიც უნდა გეშინოდეს საქართველოში. ეს არის ეროვნულ გზაზე სიარული, სხვა გზაზე იარი სადაც კიდე. რუსეთუმე იქნები პრობლემა არა გაქვს, შვენივრად იქნები არავინ არ გაგეკარება. თურქეთუმე იქნები შვენივრათიული არანაირი პრობლემა არ გექნება. ნუ ახლა უკნიდან განათლებული თუ გახდები, ნუ ასეთ შემთხვევაში საერთოდ იმუნიტეტი დაგიცავს და საერთოდ უკნიდან განათლებული პოლიტიკოსი და მგზაზე მოსიარულე საერთოდ ეგეთი ხალხის ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება თუ მართლა ახლა არ დააქციეს ქვეყანა და რაც არ უნდა ჩაიდინოს პასუხს არავინ აგებს და თუ რეალურად დადექი ეროვნულ გზაზე და კომპრომისი არ წადი არავისთან და არაფერზე და მართლა სამშობლოსთვის გადაწყვიტე რამის გაკეთება ელოდე რომ ტყვიას დაგაჭედებენ შუბში. ან ავარიაში ამოგხდიან სულს, ან მოგწამლავენ, ან 1000 უბედურებას გაგიკეთებენ. აი ეს არის საქართველოში ყველაზე მეტი საშიში.
შემოგევლეთ მე პირადად რაც შეეხება რაცა სტანდარტულად ხალხი მიჩვეული აი პოლიტიკანურ რაღაცა მე არც პარტიებიზმჯერა და არც პარტიული ორგანიზაციების და სისტემასთან და ოპოზიციასთან და რაღაცეებთან ხმის ამოღება და დაპირისპირება პარტიების გარეშე შეიძლება და ბევრი რამის გაკეთება პარლამენტის გარედანაც შეიძლება. ამიტომ ხალხი რომლებიც ვითომ და ხალხზე ზრუნვით მოდიან ხელისუფლებაში სინამდვილეში მათ თავისი კუჭი ეწვით. მოვსინჯე მე მაგ გზა ნახე, შევისწავლე და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ამ სისტემაში, რომელიც სისტემაც არის შექმნილი, ამ სისტემაში პარტია და პარტიული გზით ეროვნული საქმის კეთება ეს არის როგორ გითხრათ, იცით? როგორც ოკეანის დაშრობა მოინდომო, იმის რა ქვია, სუფრის ყოვზით. სრული უტოპია და იდიოტიზმი. იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა ისე არის საწყობილი, ნებისმიერ პარტიას თავის ადგილს მიუჩენს და თუ ის არ იქნა აღმოცენებული მისი წარმატება ხელისუფლების წიაღში ვერასდროს ვერ გადადგამს ერთ ნაბიჯს და მოიშორეთ ეს აზრები, რომ მიტო ხდება, რომ ვერავინ მიდიან პოლიტიკაში, ქმნიან პარტიებს და პარტიული გზით ვერაფერს ვერ აღწევენ, ვერც მიაღწევენ. გამორიცხულია. ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როგორც მოხდა 2003 წელს, ეს ფსევდორევოლუცია და ოპოზიციური პარტიების მოსვლა ძალაუფლების სათავეში, ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრანსფორმაცია სისტემის, არაფერი არ შეცვლილა, უფრო უარესი გახდა სისტემა სააკაშვილის დროს და უფრო საზიზღარი და უფრო ჰიბრიდული გახდა, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. და მე როდესაც ესენი მოვიდნენ, ესეც იყო ხალხის მოტყუება, დაბოლება თავიდან ბოლომდე და აქაც სააკაშვილის სისტემამ განიცადა, ნუ სააკაშვილის კი არა, შევარდნაძის, უბრალოდ სააკაშვილის დროს მოქმედმა ხისტმა სისტემამ განიცადა ტრანსფორმაცია. და არის ქოცის სახით. აი, ამიტოა. არაფერი არ შეცვლა. კონტრაქტს რაც შეეხება ზურა, აი კონტრაქტის მე პირადად ერთ-ერთი ამონარიდი ეს ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი არის გამოქვეყნდა შაბლონური ნაწილი. აი დღეს გაჩვენებთ კიდე ერთხელ არაბებთან ესე იგი შეთანხმების შაბლონური ნაწილი გამოქვეყნდა. ეს შაბლონური ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხს, რომ ფორმალურად არის ჩამოწერილი რაღაცეები. ფორმალურად. რომ ამ ფირმასთან, ამ სახელმწიფომ ეს ხელშეკრულება დადო 100 რაღაცა შაბლონური სტანდარტული რაღაცა არის, იმიტებული არის უბრალოდ ფირმის სახელები და რა ვალდებულებები, რომელიც სტანდარტულად გაწერა ხდება და აი ეს კონკრეტულად ეს მომენტი ზურა ჩემოძმაო არის ყველაფრის მთქმელი. ეს არის კომერციული საიდუმლო, რომელიც კონტრაქტში არის ჩაწერილი სახელმწიფოს და ფირმას შორის კომერციული საიდუმლოს სახით დაფარული არის რეალური შეთანხმება ხელისუფლებასა და ემას შორის, რა ქვია, ემარ ჯგუფს შორის, ემირატების უშუალოდ ხალიფების მთავარ ძირითად კომპანიასთან. ამიტომ გეტყვიან, რომ აჰა, ხელშეკრულება გამოსაჯაროებულია და იკითხე და აი ამ პუნქტს, აი ამ პატარა პუნქტს ჩანაწერს მეხუთეს დ ნაწილს და მეექვსე პუნქტს, რომელსაც ხელს აწერს აგერ ყობახიძე, აქვს აი აქ არის ძაღლისთავი ჩამარხული. ისევე როგორც ძაღლისთავი იყო ჩამარხული ნამოხვანის ამბებთან დაკავშირებით. ნამოხვანშიც ასე იყო გასაიდუმლოებული, მერე მოხდა ამის გასაჯაროება უკვე დიდი უნებათა ღელვის მერე და აღმოჩნდა, რომ 100 ლარად იყო გაყიდული და იქ სხვა კიდე ბევრი რაღაცეები. ხა, ბოლო დროს ნამოხვანზე წავიდა ლაპარაკი. ნამოხვანის თემაზე ხმა არ მოიღოთ ბიჭო არც ერთმა, არც იმ ეგრეთ წოდებულმა მცველებმა. თქვენ იქ რაც აკეთეთ, ვისაც გეხება და ვისაც მოსვრილი გაქვთ. ძალიან ბევრს. და არც აქეთ ამხარემ რა. არც აქეთ ამხარე. ნამოხვანის ამბავზე ზურა მე ვიყავი პირადად იმაში, რა ქვია, ცაგერში, მაგ ვიდეო შემიძლია დავდო. ზუსტად ეგეთი ნაძირლობა რომ მქონდათ გაკეთებული, პირდაპირ უთხარი.
თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენ ხართ ქართული მიწის 100 ლარად 6000 ჰექტარის ქართული მიწის გამყიდველები. რაზეც პასუხს აგებთ ადრე თუ გვიან თქვენ ჯერჯერობით არ უგიათ, მაგრამ მე მწამს რომ ესენი ადრე თუ გვიან მართლა აგებენ ერის წინაშე პასუხს. ძალიან ცუდად აგებენ, იმიტომ რომ ამდენ ნაბოზრობას, რასაც ივანიშვილი აკეთებდა და აკეთებს და მისი ნაბოზვარი და ჩათალახიერს პოლიტიკური ხუნტა, აი შანსი არა რომ არ კონდეს დასასრული. ასე რომ ნუ რავინ მოგატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ. აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული. გამოასაჯაროვონ კომერციული საიდუმლოება სახელმწიფოს და ხელისუფლებას შორის. აი, მაშინ შეიძლება უკვე რაღაცა დაიჯეროს ადამიანმა. აი, ეს რეალობები ხდება სამწუხაროდ. ეს ხდება, ეს არის ყველაფერი ახლა ჯერ კბილის მოსინჯვა იყო და ესენი როგორ აპირებენ ამ ყველაფერს, იცით? როგორც გააკეთეს თავის დროზე დავით გარეჯთან მიმართებაში, როგორც გააკეთეს საყდრისთან მიმართებაში, როგორც ესა რა ქვია გააკეთეს კოჰაბიტაციასთან მიმართებაში, ისე აკეთებენ ამ ყველაფერს. კი, ჩემო ძმაო, ავსტრია ძმაო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არის, ავსტრია და ჰიტლერის სამშობლოა, ნაციონალისტური სახელმწიფოა მაინც. ნაციონალისტური აზროვნებაა და მკაცრი კანონები აქვს. რადიკალურად განსხვავდება ავსტრია ყველა ევროპული ქვეყნისგან. ეს ჰიტლერის სამშობლო არის და ნაციზმი იქ შემთხვევით არ დაბადებულა. ახლა იმ ნაციზმში კარგიც ბევრი იყო. და პირველ რიგში საკუთარი ერის და საკუთარი სამშობლოს სიყვარული თუ არა, სხვა ერის ზიზღი ეს არ არის პატრიოტიზმი. სხვა ერების ზიზღი და სხვა კულტურის ზიზღი ეს არ ნიშნავს, რომ შენ თუ რუსეთი ოკუპანტია იძახი დღეს როგორც აქვს ამის ეს პატრიოტიზმის მარკათ არის საქართველოში გამოსული, რომ რუსეთი ოკუპანტია შეაგინე პუტინს. ეს ავადმყოფების ჩამოყალიბებული ტრენდი, ეს პრინციპში ამათ კი არა, იმათგანაა მოსული, დასავლეთიდანაა მოსული ყველაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ შენ პატრიოტი ხარ. სხვა ქვეყნის ზიზღი და სხვა ერის ზიზღი არ ნიშნავს შენი ქვეყნის სიყვარულს. შენი ქვეყნის სიყვარული იმას ნიშნავს, რომ შენ გიყვარდე შენი თვითმყოფადი კულტურის და შენი ეთნოკულტური შენი ქვეყანა. და ცდილობდე იმას, რომ შენი ერის ტრადიციები შეინარჩუნო და შენი სამშობლო გააძლიერო, ისე რომ შენი ქვეყნიდან არ გარბოდეს ხალხი და არ იცლებოდეს. და მე მოვძებნი იმ ბლოგს, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გავაკეთე. დემოგრაფიასთან დაკავშირებით. ახლა კიდევ უფრო კატასტროფული სიტუაცია არის, ბატონო დებურმა როგორც ბრძანა თვითონ ექიმების ინფორმაციით, გინეკოლოგების ინფორმაციით, საერთოდ ფეხმძიმე ქალების რაოდენობა 28% არის ქართველი საერთოდ საქართველოში. ნუ კიდევ უფრო უარესად არის წასული. და ერთი კარგად დაფიქრდით ხალხო აი ამ ფონზე ამათი გაჯიჯილება და ამათი ჩამოთესლება საქართველოში რა სიკეთეს მოუტანს. ხო არაფერი შემოგევლე, მაგი ყველა ქართველის მოვალეობა არის, მაგინა ყველა ქართველის ვალდებულებაა საკუთარი თითოეული მტკაველი მიწა დაიცვას. და ნამუხვანს რაც შეეხება, ხო, ნამუხვანში იქ კონცერტი დაიდგა იქაც. იქ ახლა ქოცებს ეგეც აჭრელებული აქვთ იმათ, რა ქვია, რომ ახლა თურმე ჩვენი გადასახადებით უნდა გადავიხადოთ ის რაც გადასახდელია, ეს ვალდებული. ჯერ ერთი ვინ დაავალდებულა ეს დედამოწყნული საქოცეთი, რომ ამ პირობებით აიღო. ამ პირობებით აიღო ის ნამუხვანჰესის ამბავი. ვინმე დაავალდებულა ეს ბოზიშვილები 120 ლარად 99 წლით და ელექტროენერგია ექსპორტზე. აი დღეს რო იძახი, აი ნამუხვანჰესის ინვესტიციებთან დაკავშირებით თურმე ხალხმა რო უნდა იხადოს. ვინმე დაგავალდებულა თქვენი დედაშევეცი ქოცებო? დაგავალდებულა ვინმე?
ხო არავის დაუვალდებულები ხართ, რომ მასე მოღალატეობრივი ხელშეკრულება გაგეფორმებიათ ნორმალური ხელშეკრულება. გაგეფორმებიათ ნორმალური ხელშეკრულება, ისეთი როგორც 51% სახელმწიფოსი ყოფილი იყოს, ისა რა ქვია, ჯერ შიდა ბაზარს მოხმარებოდეს, დენი ქართველების დასაქმება ყოფილიყო და გათვალისწინებული ყოფილიყო იქ შეიძლება აშენება, არ შეიძლება გეოლოგიური საკითხებიდან გამომდინარე. რო ადექით და 100 ლარში გააჩუქეთ ყველაფერი. და ახლა ხალხს რას ამადლით? და მერე და მეორე ეს ნამოხვანის ამბავი არ შეჩერებულა იქ. აი ზურა ამბობს, ეგ ნამოხვანზე ისევ აპირებენ თემ. რა თქმა უნდა აპირებენ. და ეს მე თავშივე ვთქვი, რომ გამოაცხადეს გამარჯვებულად იქ აქცია იმ აფირისტებმა. აქცია რო გამოაცხადეს, რომ გავიმარჯვეთო. გამარჯვება რა შემთხვევაში იქნებოდა, იცი, როდესაც პროექტს გააუქმებდა სამინისტრო. და როდესაც ენკა წავიდოდა და ბენკა მოვა და ისევ დაიწყებს იქ მშენებლობას, და არავინ იცის რა პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი პირობებით არც ის მომავალი კომპანია არ ააშენებს. აი მერე ვნახოთ რა იქნება საქმე. ამიტომ იწყებენ იქ აზომვებს. კი ბატონო. კი ბატონო. ის არსად არ წასულა ის. მაგ კიდე ცალკე თავები არის ჩამარხული იქ. ჩხარტიშვილს უნდა და აშენება, ამას უნდა და იმას უნდა იქ შიგნით რა ამბები ტრიალებდა იქ თვითონ შიგნით. მე ბევრი რაღაცები კიდე კარგად ვიცი. მაგრამ არ ღირს ახლა ამ თემაზე ლაპარაკი, აქედან რას ვილაპარაკე თავის დროზე. საკმარისი. ბატონი შალვა იყო ჩასული, მაღრაძე, ჩემი უფროსი მეგობარი, ჩვენი გაერთიანების წევრი, ადგილზე გაეცნო სიტუაციას, კი ბატონო, დაწყებულია გონიოში სამუშაოები, პირველი ეტაპი განაღვიდი, იმიტომ რომ იქ ძველი პოლიგონი იყო და იმ პოლიგონის განაღვიდი სამუშაოები მიმდინარეობს და მე დაიწყება მშენებლობა იქ და არა მარტო ის, იქ კუნძულები ესენი და დაბრუნდებოდა დღეს ბატონი შალვა ბათუმიდან ხვალ ექნება ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში გადაცემა, რომელიც ვიდეო ლაივით იქნება გავრცელებული, Facebook-ზეც და ჩემს YouTube-ის არხზეც თავისთავად დავდებ და შეგიძლიათ ნახოთ. აი ქალბატონო ნიაზ, იცი რა, მე არ დავწვრილმანდები ამ საკითხებთან დაკავშირებით. 300 რაღაცა პარტიაა გონია, 256 კი არა, 300 რაღაცა პარტია ყოფილა. ანუ იქ ზოგიერთი მიძინებული ალბათ და გაახლება საჭიროებს. ხო და ეს პარტიები ყველას შეეხება. გეგელიას ვისა მომისმინე ჩემო ძმაო ზურა ელემენტარულს გეტყვი შენ ახალ ეჭხუმელი კაცი ხარ წმინდა გიორგის ტბას რო ეძახიან ზემოთ ნამუხვანიდან მარცხნივ რო ადიხან ხო კარგად იცი რა ადგილზე არის ლაპარაკი წესით უნდა იცოდე აი ზემოთ ნამუხვანიდან ზემოთ მარცხენა მხარეს არის ესა რა ქვია წმინდა გიორგის ტბას ეძახიან იმ ტბაზე ჯერ როგორი მიუსვლელი ადგილია თვალით და იმ ხალხმა არც იცის სადა ულამაზესი ადგილია. იმ ტბაზე ტერიტორიები უკვე გაყიდული იყო და კალაძეს ჰქონდა ნაყიდი. უანის ჭალის გავლით. ეს ხალხმა არ იცოდა, იმიტომ რომ ქვემოთ ლამაზი ჰესი აშენდებოდა, რომელიც თვალწარმტაცი იქნებოდა, როგორც ენგურჰესი არის და ზემოთკენ იქნებოდა გაშენებული სასტუმროები. რომელიც სასტუმროებიც იქნებოდა ამისი, ეს ნაყიდი ჰქონდა მაგას. მე ვარ შესწრებული ისეთ ლაპარაკს და ისეთ სიტუაციაში და ისეთ იმიდან ამას ვამბობ. ჩემო არაფერს არ სულს ეგ ხელმოწერები. რეალური ძალა არის საჭირო. რეალური ძალა არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი გადაშენდეს და დამთავრდეს. ხო, იცი, ქაური კაცი ხარ, როგორ არ გეცოდინება და გეოლოგიური დასკვნა ნამოხვანთან დაკავშირებით ბოლომდე დადებული არსად არ ყოფილა თავის დროზე სტალინმა გააუქმა ეს გესი, იმიტომ რომ იქ რას იძახიან იმას არავინ არ იცის 6 თვე რო აქეთ მოდის მდინარე და 6 თვე იქეთ რომ მიდის დრაკონი წევსო ხალხური თქმულება როა
დარჩენილი რომ ხანაკეთ გადმოისვრის წყალს და ხანაკით გადმოისვრისო ჯერ მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს იქ კარსტული სიღრმეები სად გადის როგორ გამოდის და ახლა იქ რო დააგუბებდნენ ნამოხვანს აბა რა იქნებოდა ახლა რა სიტუაცია იქნებოდა კი მე გეუბნები ამას მე თუ გაინტერესებს პირად ლაპარაკში გეტყვის აიდან როგორ და რანაირად კი ბატონო ასე მამიებთან მომიწია სხვათა შორის მაგ საკითხზე ლაპარაკი მამიებთან სულ შემთხვევით მე ღმერთმა მიმიყვანა იქ მე არც ვიცოდი სულ შემთხვევით მოვხვდი და იყო მაგ თემის განხილვა რო დამინახეს ფერი ეცვალათ მაგრამ უკვე გვიან იყო ხო არ თავკვეთილას ეძახიან თავკვეთილას არ მახსოვს სახელი უბრალოდ კარგი შემოკარგებო დაგემშვიდობებით დანარჩენ სხვალისთვის განცხადებას გავაკეთებ შემოგთავაზებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით არა მარტო განცხადებას გეგმას ამ ყველაფერთან დაკავშირებით და გეიხარე ძამი კი მარხვის დრო არის მარხვის მაგრამ მარხვას ეგეთ იმაზე ძახიან ხორცი რო არ ჯამონ და ახლა მაგი რანაირი მარხვაა მე ვერ გევიგე აზე არა ვარ ლუკა ჩემო ძმაო მომისვინე რა გიკვირთ აი გირჩიდან რა გიკვირთ აი გირჩის მიმართ აი მე პირადად სიმართლე გითხრა გირჩის მიმართ გამაჩნია ყველაზე მეტი აი ესეთი დამოკიდებულება გირჩები არ მალავენ რა უნდათ გირჩებს არასდროს დაუმალიათ არასდროს დაუმალიათ გირჩებს რა უნდა გირჩებმა ყოველთვის ღიად თქვეს რაც უნდოდა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციით დაწყებული და კაცო ეგ იყო რომ პირდაპირ თქვა რომ 5 მილიონი ქართველის მაგივრა თუ საქართველოსიო 4 მილიონი უცხოელი რო იყოს ოღონდ საქართველოს მოქალაქეო ჩვენთვის ეს ბედნიერება იქნებაო და ეხლა ეს არის გირჩის საქართველო თუ არა ჩვენი საქართველო კი არა გირჩი არც მალავდა არასდროს ოღონ ფული შემოიტანონ და დამთავრდა დაგავიწყდათ მაგათი იდეოლოგია არას ამბობდა ეს არა ქვია მაგათი მთავარი გირჩი ჯაფარიძე პირი ჩემიაო და მინდაო ღვინოს დავლეო ამ პირითო და მინდაო ვინმეს მოემსახურებიო კაცო ფულს თუ ამაში ავიღებო რაში მაინტერესებს დანარჩენიო ეს ანარქისტი კაპიტალისტებიდან აბა რას ელოდები ეს გირჩის საშინელი პარტია საშინელი ხალხი იქ ზოგიერთი მოტყუებით არის კი ბატონო ერთზისთავ გირჩი არის ბიძინა ივანიშვილის და ბერას და ამათი ქოცების შექმნილი პარტია თავის დროზე მაგ ყველაფერს ის სულად ძაღლებული ყუბლაშვილები რო იყვნენ ძმები ერთი სულად ძაღლებული ჩაძაღლდა მიაკვდა ძაღლი და ღორი საფლავში ოხ დამიწყეთ ახლა რა ვამბობ ამას და ასე რატო ამბობ აი ის ნაძირალა რომ მოკვდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე რო იყო სააკაშვილის მსხვერპლად რო გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გასამართლების მაგივრად მთელი უბედურებების შემქმნელი მისმა ძმამ მოეხმარა და იმან რა ქვია მეორე რა გვარი იყო იგი ჯგუფი რო იყო ერთი სახე ეს ყვეროია რო იყო ერთი მინისტრი რო იყო გარემოს და იმის დაცვის იგი დაშფანდურა ხსა და დედიმისის წყნარს დასულია საცხა ნაცი რო იყო იმათთან და იმ გირჩმა ჯაფარიძემ და ამათმა შექმნეს ისა რა ქვია ბიძინასთან ერთად შეთანხმების ეგ ყველაფერი ეგ პარტია რო ქართულ დემოკრატიას სჭირდებოდა იმიტომ რომ ქართულ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიაში ხო არა ყუბლაშვილი არა ის მეორე არ მახსოვს იმის სახელი და გვარი სახეში მღეროდა ერთი გამოსცირებული იყო ნაცების დროს გარემოს დაცვის მინისტრი იყო მაგათმა შექმნეს ეს პარტია რო
ამ 256 პარტიაში არ არსებობდა ლიბერტალიანელური პარტია. ეს ცალკე პოლიტიკური ხო ხაჩიძე, სირის ჩამოყალიბებული შიბლა ის. მე წავიდა ის გაქრა. კაი ბლომათა აქ იმასაც ნაჯა. კი, გოგა ხაჩიძე. და ეს ჭირდებოდა საქართველოს. გაიხარეთ ხო ხაჩიძე. ეს ჭირდებოდა საქართველოს. რომ ეს ლიბერტალიანული პარტია შექმნილიყო ეს ცალკე საგიჟეთი არის ეს მიმართულება საერთოდ პოლიტიკურ მეცნიერებაში. აი უბრალოდ მაგათი იდეოლოგია, პირველად საერთოდ არც ვიცოდი სიმართლე გითხრათ, აი ეგენი რა ტვინის, რა ჭკუის ხალხი იყვნენ და მაგათი იდეოლოგია, რომელიც საარჩევნო პროგრამად ჰქონდათ გამოცხადებული, რომ წავიკითხე, კი გრამატიკულად გამართული იყო ქართულად, მაგრამ რო კითხულობდი, ისეთი სიტყვებით იყო დაწერილი და ისეთი ნაზრები იყო, იგი ქართულს არ მოუვიდოდა თავში და ლინგვისტი მყავს ერთი მეგობარი და უფროსი ქალბატონი არის. მეთქი მივედი, მეთქი მაინტერესებს მეთქი რა, ეჭვი მეპარება, მეთქი რომ ეს უნდა იყოს თარგმნილი, ეს დაწერილი არ უნდა იყოს. გადახედა ორი სიტყვა, წაიკითხა და რა თქმა უნდა, ეს თარგმნილი არის. ეს ქართული ფენომენი ეს არ არის. უბრალოდ კარგათაც ქართულად ადაპტირებული თარგმნილი არ არისო. და იმიტომ იტყობს ამ ყველაფერს, რომ ეს არ ვიცი რომელი ენიდან, მაგრამ გადმოთარგმნილი სავარაუდოდ ინგლისურიდან არის. თქვენ რო იცოდეთ ესენი რა საშინელი უბრალოდ ჩაწერეთ YouTube-ში ჩაწერეთ არგენტინის პრეზიდენტი. დრუჟბით რო დარბის დასწირებული. აი ეს არის არ ვიცი რა. მე ნორმალური ხალხი მაგას ეძახიან ანარქისტ კაპიტალისტებს რა, იმიტომ რომ მაგათი სახელმწიფო და მაგათი რევოლუცია არასდროს არ მომხდარა და არ მოხდება. ანუ შეიძლება დავარქვათ ჰაიტიში იყოს მაგათი ეს აი ისლამურ სახელმწიფოში იყოს ეს ადამიანების გაყიდვა, ჩემი სხეული, ჩემი საქმეა და მე რაზე ბოდუები და სისულელე. ეგდო, რა ვიცი, არ დამინახე გაიხანი. კლოუნი გირჩია და ეგ არის მაგათი ისა რა ქვია ჩინური პატენტი არის, თუმცა მაგათ პატენტიც არ ჭირდებათ, ლიბერტალიანელის საქართველოში აი მაგათი. კარგი, აბა დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და დანარჩენს ხვალ შეგეხმიანებით. საინტერესო მოვლენები ვითარდება და ყველა უნდა იყოს ყურადღებით და კიდე ერთხელ ვამბობ, ყველა უნდა იყოს სამართლიანად სამშობლოს მიმართ. და თუ კი ვინმეს უნდა ქვეყნის გადარჩენა, მაშინ ურავინ უნდა იწყებს. აქ ამ ბრძოლაში დასაკარგი ჯარისკაცი არ არის და ნუ დაიკარგავენ თავს. ტყილა უბრალოდ. თუ არა, ეგეთები ბევრი ყოფილა, რომლებიც გამოხტებოდნენ, ჩაუდგებოდნენ ხალხს სათავეში აქციას და მე ამ ხალხს 9 ჯერ გამოყიდიდნენ თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის საერთო სახალხო პროტესტი და ურავინ შეეცდება იმას, რომ ეს პროტესტი მიისაკუთროს. ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, ცდილობები და სურვილი. კარგად ბრძანდებოდით.